ჩვენ ახლა ვართ ინდმეწარმე ავტომობილების სამფლოში ჩურჩხელების მის მიერ დამზადებული ჩურჩხელების საშრობო დანადგართან. ჩურჩხელა ეს ქართული ტრადიციული პროდუქცია ის უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ მეორე ჩვენს წელთაღრიცხვაზე და მეორე საუკუნეში აღმოჩენილ სამარხებში მოჩანს ჩურჩხელების დამზადების მიმდინარეობა, ტექნოლოგია. ჩურჩხელა ეს არის ძალიან ძლიერი ენერგეტიკული საკვები არის. ამ შემთხვევით არ იყო, რომ ამ ჩურჩხელებსა ჯარში ომებში მიჰქონდათ ხოლმე, იმიტომ რომ ეს იყო ცოტა მცირე მოცულობის და ენერგეტიკული. ის ძალიან ბევრი დადებითი თვისებები აქვს ადამიანს. ესე იგი, წნევის მოქმედებს, წინსაც საუმჯობესებს, კუჭის მოქმედებას, უყველაფერსა. 2013 წელს ქართული ჩურჩხელა როგორც ბრენდი იყო მსოფლიოში დარეგისტრირებული საავტორო უფლებებითა. და ახლა რაც უფრო მეტი ხალხი მოდის საქართველოს ტურისტები ეცნობიან, მით უფრო პოპულარული ხდება ეს პროდუქტი უკვე საზღვარგარეთად. საქართველოს ცნობილია და ცნობილია. ჩურჩხელა რომ თავისი თვისებები ჰქონდეს სინათლე, მნიშვნელოვანი არის მისი სრულყოფილად შრობასა. ჩურჩხელას აშრობენ ჰაერზე, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ჰაერზე შრობის დროს, მზეზე შრობის დროს გარედან არის ხოლმე კანი გამშრალი, მერე შიგნიდან კიდე ვერ ახდენს დაშრობას, იმიტომ რომ შრობა გრძელდება დიდხანს. ორი კვირა ხან მეტი დროის განმავლობაში და ამ ხნის განმავლობაში კაკალი, რომელიც ჩურჩხელის გული არის, ხშირად ობდება ხოლმე და უკვე არასასიამოვნო პროდუქტი არის. ეს ჩვენს მიერ დამზადებული ეს მოწყობილობა აშრობს ჩურჩხელას ჩქარა. სულ რაღაც, ესე იგი, 12 საათის განმავლობაში. თანაცა ისე არის, შრობას იწყებს გულიდან, ჯერ გულს აშრობს და მერე გამოდის კანზე. ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე ჩურჩხელის გული გამშრალი არის და კანი რბილი ხდება და მყიდველისათვის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი აქვს, რომ გარე კანი რბილი რო იყოს. მაგარი კანიანი ჩურჩხელას ადამიანების ვერ იმოქმედება. ახლა რა შედგება ჩვენი ეს ხელსაწყო, ეს მოწყობილობა. ეს წარმოდის კარადას. აი კარადაში არის ეს არის სითბოს გამომყოფი ელემენტები. ეს არის ინფრაწითელი სხივების გამომყოფი ელემენტები არის. და ამათ თავისებურება ის არის, რომ ესე იგი ისინი სწორი ამ ტემპერატურულად გამოიყოფიან და ჩურჩხელაში ან სხვა ნივთიერებაში 6 ზმნაში შედიან 16 მილიმეტრამდე. ესე იგი ძირიდან აშრობენ მაგათაც. ჩურჩხელა ესე იქნება. ეს კასეტები არის, სადაც იქნება ეს ჩურჩხელები ჩამოკიდებულები და მერე ამასა ესე შეალაგებენ. ამაში და როცა გაივსება სულ, აქ არის ესე იგი 14 კასეტა არის. სულ მთლიანად ამაში ეწევა 180 წელი ჩურჩხელა ეწევა. და 12 საათის შემდეგ ეს იქნება გამშრალი. ესე იგი ამის გარდა ეს აქ არის ჰაერის ცირკულაციის სისტემა არის. ქვედა ჰაერი ხდება ჰაერის გამოწვევა და ისე ბრუნდება უკანა. ეს ელექტროძრავი არის, მაღალი ხარისხის ელექტროძრავი არის. ეს კიდე არის კვანძი, რომელიც არეგულირებს ტენიანი ჰაერის გარეთ გამოსვლას და ახალი ჰაერის შეცვლას შეგიძლია. ამ ჩურჩხელას მოწყობილობის მთავარი ელემენტი არის ბავშვის პულტი. ეს პულტი აგეჩერება დამტაკება. პულტი არის ესე იგი ტემპერატურის რეგულატორი, რომელიც ტემპერატურას ზომავს და რა ზომაზედაც გვინდა ვაკერებთ ამ ტემპერატურასა.
ელექტრული სიგნალი არის ამისი 400 ვატი არის რა 7 საათის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მოწყობილება. ეს უნდა დავშალოს. ამისი ფასი დაახლოებით 5-დან 6,000 ლარამდე არის. შეიძლება უფრო პატარა დამზადეს. ამას ხო? ხო.